დასაქსირებულია და დაწყნარ. გავიგე და უტა არ არის, ამიტომ აკეთებს უტას სახელზე ამ ყველაფერს. თუ გაგიგეთ და მე ჩემთან რა ვაგინდა. უხეირო ოლიგარქის განსაცდელი 31 დეკემბერს ახალწლამდე რამდენიმე საათით ადრე ივანიშვილს ტრადიციული საოჯახო ზეიმი რომ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში ამ დროს მისი ხალხი სასწრაფოდ ახალ ჰოლდინგს აფუძნებდა რომ ამერიკული სანქციების შემდეგ მილიონების სხვაგან გადატანა მოესწრო. ატუ ჰოლდინგი რისთვის შექმნა ეს უტა ივანიშვილმა? უტას კითხეთ. უტასაც გითხოთ. იაპონიაში წავიდეთ? ექსკლუზიურად აქ სეზონის პირველ გადაცემაში დოკუმენტები ივანიშვილის მაქინაციებზე. დისშვილი კახა, დეიდაშვილი არჩილი, სიყრმის მეგობარი როსტომის საჩხერიდან ივანიშვილი მხოლოდ ოჯახის წევრებს ღაენდობა. მისი მილიონების ბოლო მმართველი ცოტრე ებრალიძე ახლა ქუჩაში ივანიშვილის საწინააღმდეგო აქციებზე გამოჩნდა. არ გეკითხები ივანიშვილზე, უბრალოდ აქ რატომ? არ მინდა კომენტარი. როგორ იმუშავა ორ კვირაში ამერიკულმა სანქციებმა? აი რატომ? ამეც გეკითხებათ. ყავდათ ბევრი კლიენტი? ბევრი კლიენტი არ ყავდა. ვინ ყავდათ ახსავს? ანუ და ივანიშვილისთვის იმუშავეთ 31 დეკემბერს ქალბატონო ეკა? 31 დეკემბერს უტა ივანიშვილი იაპონიიდან სასწრაფოდ ვიდეო ჩართვით ბატონი ბიძინას ნათესავები კი თბილისიდან ახალ ჰოლდინგს აფუძნებდნენ რომ 100 მილიონის ქონება გადაიტანონ. სანქციებისგან თავის ასარიდებლად არის ეს ახალი კომპანია. ფულის გადამალვა უნდა ბიძინა ივანიშვილს. ამერიკული სანქციების შემდეგ ივანიშვილს არც ერთ ქართულ ბანკში ანგარიში აღარ აქვს. ჩვენ ფარული გადაღებით ყველაფერი ბანკების ფილიალებში გადავამოწმეთ. საქართველოს ბაზარში ანგარიში არ აქვს? არ აქვს ჩვენს ანგარიში. პენსიონერ ოლიგარქს საპენსიო ანგარიშიც კი არ მოეპოვება ლიბერთი ბანკში. რა მოითხოვა შესაბამისად ეს? არ ექნება ანგარიში. და ამ ფონზე არ გვევს თუ არა საერთაშორისო სანქციებს ოლიგარქის ქართულ ბანკი. დასუსტებული ინფორმაცია არ შეგიძლიათ მითხრათ, რო არ გამოგეკიდოთ სიტყვაზე? რას ვერ ამოწმოთ? შემოწმა ოპერატორმა და ნახა მისი ანგარიში და მიდასტურა რომ არსებობს. ივანიშვილს ახლა ბრიტანული სანქციების ეშინია. ქართულ ბანკის მფლობელი კომპანიაც კი ბრიტანულ ოფშერებში აქვს დარეგისტრირებული. ეს არის ის წევრი ოჯახის ივანიშვილის, რომელზედაც ჯერჯერობით კონგრესს არ უმჯელია. სანქციებით თავს არ დაცემული ოლიგარქის განსაცდელი. რა შედეგი მოიტანა ხალხის უწყვეტმა პროტესტმა და ამერიკულმა სანქციებმა? ყველაფერს ნახავთ 8 საათზე. იქ უნდა გადაიტანოს ყველა კაპიტალი. არ გადახვიდეთ, წითელია ბატონო არჩილ. D'amour, de la joie, de la bonne humeur, ce n'est pas beau. ვიდრული ცხოვრების მოყვარული პოლიციელი სკანდალური საქმეებით. ვინ არის ირაკლი დგებუაძე, რომელმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში გაუშვა? სად არის თქვენ დაქვემდებარებაში მყოფი ირაკლი დგებუაძე ახლა? რატო იმალება ორივე? ბათუმის ღამის კლუბების ბიზნესის მფარველი თუ კლუბების რეალური მფლობელი, რომელსაც ბიზნესი მასთან თანაცხოვრებაში მყოფ მოქალაქეზე აქვს გაფორმებული. ღამის კლუბები თქვენ გეკუთვნით თუ თქვენთან ერთად არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ირაკლი დგებუაძეს? ნორმალურად ისაუბრეთ თუ შეიძლება ნახოთ. რა აქვს დასამალი პოლიციელს, რომელიც დაკავების შემდეგ ქალ ჟურნალისტს სახეში აფურთხებდა და საცემრად იწევდა? რატო იჩხუბეს პოლიციელებმა და დაცვის წარმომადგენლებმა? დგებუაძემ რატო გაარტყა დაცვის თანამშრომელს? დღეს 8 საათზე ნახეთ რა მოხდა ახალი წლის ღამეს კლუბ ეიფორიაში, სადაც არაერთი წყარო ამბობს, რომ ჟურნალისტებზე მონადირე ირაკლი დგებუაძე და მისი ბოსი გრიგოლ გეგელია დაცვასთან ქუჩურ გარჩევაში შევიდნენ. თავის ტრავმა ქონდა ხო მას მძიმე როგორც გითხეს? პირველ იანვარს ირაკლი დგებუაძემ ცემა ბატონი გიორგი. ჩვენ ფარულად ჩავწერეთ დაპირისპირების თვითმხილველი და დღეს გაჩვენებთ რა საქმეებს ატრიალებენ გომელაურის რჩეული პოლიციელები, რომლებიც ჟურნალისტის цიხეში გაშვებას ხელს აწარენ. Знали полицейские? Пошла в клуб, и там я уже слышала, что начались громкие разговоры. Между охраной и полицейскими, да? Да, да. Драка когда началась? Ну, вот когда их вывели. ციხეში გამოკეტილი მედია მფლობელი, რომელიც საუკუნის მეოთხედია საქართველოს სანდო ახალ ამბებს უყვება. იბრძვის ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის. რა უთხრა მზია ამაღლობელის დაკავებით რეჟიმა ჟურნალისტებს ჩვენს ქვეყანაში? რუსული კანონის სისრულეში მოყვანა არის დაწყებული. აქციაზე არ იხავით და გამოიგონეთ.
მარინახეთ როგორ გააყალბეს სინდისის პატიმრის საქმე, რომელსაც პოლიცია ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა. დაკავება მოხდა გაჩნების საფუძველზე. სად მოხდა დაკავება? აი ესე დეტალურად არ მახსოვს. ჩვენი ჟურნალისტის დანახვაზე პროკურორი გარბის თეთრი ძაფით ნაკრ საქმეებზე პასუხები არ აქვს. პასუხისმგებლობას გრძნობთ ბატონო ვახტანგ? ნახეთ პოლიციაში პანიკა აქვს. უკაცრავად მე ვეძებ გამყალბებელ პოლიციელებს. არავის უნდა სიყალბეზე პასუხისმგებლობის აღება და იმალებიან. ბატონო პოლიციელო, თქვენ გამყალბებელი პოლიციელების დეპარტამენტი გაქვთ ჩაბარებული. ოქროს მოწმეებიც გარბიან. ატაკი როგორ დაგაწერინეს ბატონო გიორგი? მოიტყვა. თავადაც იციან რა დანაშაული ჩაიდინეს სინდისის პატიმრის ციხეში გასაშვებად და თავის მართლებასაც კი არ ცდილობენ. რა ქმედებას ახორციელებ და რევას კიკნაძე მითხარით ბატონ გიორგი. ჩამკეტეთ დღეს რეზო კიკნაძის ციხეში გაშვების საქმე. ნახეთ ერთი კაცის თავში მოხარშული სცენარით, როგორ გაწირეს აქციების 26 წლის მონაწილე 7 წლის ციხისთვის. ბატონო ზაალ, რა ჩვენება მიეცით? სად დავაკავრო რა უთხარით? სულ ჩვენებები ეს დავალება აშინა გასაქმეთა მინისტრ ღომელაურის წამების ორგანიზატორის სპეცრაზმელების გადასარჩენად პოლიციელებს საკუთარ თავზე ააღებინეს, რომ თითქოს მომიტინგეებს ისინი აკავებდნენ და რობოკოპებსაც ისინი ავალებდნენ, რომ სახლში მიმავალი ხალხი გაეტაცებინათ. დარბაზიდან დარბაზში გადადიხართ. იძრებით სრულ ჩვენებებს. მაინტერესებს ვისი ბრძანებით? რეჟიმის მეთაური ივანიშვილი, მისი მორჩილი გომელაური და დღეს 8 საათზე უკვე უნდა გაგაცნოთ ის ხალხი, ვინც მათი დავალებით ხალხის ციხეში გაშვებას საკუთარ თავზე იღებს. სრუმოწმე პოლიციელები შაბათის ეთერის კითხვების პირისპირ. ახლა მაღაზიაში დაიმალებით? მივაკითხეთ ყველას, გადავიღეთ ყველა. მაინტერესებს სრუმოწმეობა, გომელაურმა დაგავალათ? 8 საათზე გაიცანით ადამიანები, ვინც სინდისის პატიმრებით ციხეები გადაავსო. ეკითხებით, იყო ეს ადამიანი თუ არა აქციაზე და საბიუქო? არ მოგისმენთ ახლა. ისინი იმალებიან, ისინი გარბიან, მათ სხვენიათ. გაცდით აქ არის თქვენი მანქანა ბატონო ვახტანგ. სადამდე უნდა რა სიღებთ სანაცვლოდ სადამდე უნდა ვზდიოთ ვიხარით? დღეს 8 საათიდან გაიცანით პოლიციელები, ვინც სასამართლო დარბაზში იფიცებოდა, რომ სიმართლე სიტყოდა, რეალურად კი ტყუილს ყვებოდა, რომ მოსამართლეებისთვის ხალხის ციხეში გაშვება გაეადვილებინა. გაჩერდი, ნუ იღებთ. ქალბატონო. გუნდი, რომელმაც გაუძლო დროს დღეს საღამოს 8 საათზე ამ სტუდიიდან წარმოგიდგენთ შაბათის ეთერს.